სალამი ძვირფასო გამომწერებო, ვასლი დისკუსიები პარასკევს საღამოს ტრადიციულად თქვენთან ერთად არის. მე მიშა ვარ და სალამი ბატონო გიორგი. ხელ, გამარჯობა. რას გვეტყვით ბატონო გიორგი? ხო, მე ვარ წამყვანი. დიახ. თემის ავტორი და წამყვანი გიორგი. კაი, მაშინ პირველი კითხვით დავიწყებ მიხეილ სანამ ისე გადავალ ესეთ საქმეებზე. მიშა, დანა თუ დაგიკარგავს? ანაკი, ამიკარგავს. და ალბათ გახსოვს ბოლომდე ძალიან მაგრად, ხო? დაკარგული დანა. დიახ. სამწუხაროდ. მეც მაქვს დაკარგული, ბავშვობაში მაქვს დაკარგული და აი დღემდე მე მაქვს. რა? დიდობაში ხარ. არა, ვერ გადავიტან. გამიჭირდება. მე მახსოვს იმ დღეს როგორ გარბოდი. რაზე? აი, იქ რო დაგჭადა ესე გარბოდი, ვაიმე დედაო. დარჩენები ხო ბანკში ხო დამრჩა, აქაც ხო დამრჩა. მოკლედ, რაღაცა დაკარგული დანაზე მინდა ვისაუბრო მიხეილ. შენ ამ დანაზე ჩაწერე ვიდეო, ხო? კი. შენ ამ დანაზე ჩაწერე ვიდეო. მაგ ვიდეოს მე მომწერა ერთმა პიროვნებამ. და მე კიდევ ვეძებო, თურმე შენთან დამრჩენიაო. თურმე შენთან დამრჩენია. მეც მითხრა მაგ პიროვნებამ დღეს. რო შენთან დამრჩენიაო. მე ვუთხარი რომ მეთქი აბსოლუტურად სხვა ადამიანმა მოიტანა, მეთქი გასალესად დატოვა. არაფერი არ მოგვიტყუებია, მოკლედ ეს დანა ვაჩუქე მე მეგობარს. და როგორც აღმოჩნდა, იპოვეს ტყეში. აზე როგორ უდიერად ეპყრობა. როგორ სუდად ეპყრობა. ტყეში იპოვეს და ოღონდ ვის ხელშიც იყო, იმას არც უპოვნია. ასე. ანუ იქ მე ერთს ქონდა, მე მოიარა, მე ის, მე ამან რო დაინახო. ხო და ამან რო კაი მე ამანას მოიკითხა სხვებთან და არავის არ არის და მაშინ ჩემი იქნება ესო. ჩემი იქნება ესო და მოიტანა რამდენიმე დღის უკან გასალესად. მე კაც ხო არ ვიცი, მაგრამ ესე იგი რა უნდა და რას მოქონდა გასალესად. ხო დარჩებოდა ეს. ისა რო გამოვართვი, მე ამდენას ვიყიდიო მე თქვა მაშინ. იმიტომ რომ რახან ესეთი რაღაცები აქვს ოდანას გადატანილიო, ესე იგიო კაიდან არისო. მოკლედ, არ ვიცი, ალბათ შეიძლება ბევრს ქონეთ დაკარგული დანა და კაი რაღაცნაირი გულდასაწყვეტი არის ხოლმე რა და წარმოვიდგინე რამხელა სიხაული არის დაკარგულ დანას რო პოულობ მიშა. ნამდვილად. და რომ მოვიდა მეთქი, რანაირად მეთქი ახლა ამდენას ვცნობ ოღონდ მე ამითი არ ვცნობ რომ ესე ნახმარი არის. კი, მესავეცნობ, კი ბატონო. და მოკლედო არანაირი კითხვა არ არისო, დანა ეგრევე დატოვა და ლესვის ფულსაც გადაუხდიო, ბარემო დაუბრუნოთო. ლესვის ფული არ გამომერთოვია, მაგრამ დანას ისე დაუბრუნეთ მოკლედ მე პატრონეს და იმედია რომ მეტი აღარ დაკარგავს. შენ იძახი რომ დაუბრუნოთ? მეთქი დავაჯარიმოთ. მე ვფიქრობდი დავაჯარიმოთ, მაგრამ კაი დაუბრუნოთ. არა, დაუბრუნოთ. ერთი პირობით რომ მეც აღარ ისავს. მეტი აღარ დაკარგავს. დაკარგული დანა ისე, ეხა მართლა ჩამაფიქრე, რა მაგრად ტეხავს რა. მე განსაკუთრებულად ერთი მწვადაობისას ცუდად დამჭა ის. და სხვა კიდე, აი თუ დააკვირდებით აი ამ ადგილზე, ადრეც გვისაუბრია ხშირად, რომ ვისაც უბრალოდ მუშა კარგი დანა უნდა ქოლ სტილზე რაღაცა გამართლებული და გამოცდილი დროში ალბათ ნელა თუ მოიძებნება რა და თან ისეთი რომ ფას ამართლებდეს მიშა. სხვათა შორის ჩვენ მომდევნო გადაცემაში ერთი თემა გვექნება, რომელიც რაღაც პატარა სკანდალებთან არის დაკავშირებული და აი ზუსტად მაგ სკანდალების ირგვლივ არის ესეთი მომენტი, რომ კაროჩე რა იქ თუ ეს არ გამოვიდა ეს თუ ქოლ სტილიო არისო ბოლო ყველაფერი და იქ ესო ქოლ სტილი არისო რა აი მოკლედ 1000 ხეზე გადამხტარი 1000 ხეზე გადამხტარი და აი არანაირი არც ვერტიკალური ლუფტი არ აქვს. პატარა აქვს. პატარა ვერტიკალური აუკიდებია მიშა. ჰორიზონტალური არანაირი, თუმცა ლუფტის მიუხედავად ყველანაირად საიმედო გამორიცხულია ეს და არამედ დაიკეცოს რამე დატვირთვაზე, არამედ დაგაღალატოს თუ რაიმე დეტალი არ გატყდა. მე მართლა არ ვიცნობ სხვას არავის, ვინც აი დანებს ისე უდიერად ეპყრობოდეს, როგორც ამ დანის პატრონი რა და ამას რო ეს გაუძლებს. ხო, აი გეფიცები, რა ვიცი. გაიქცა მიშა, გაძლებით გაუძლო. და გაიქცა დანა მოხია. გაიქცა და მაინც უბრუნებთ. არ დავფიქრები. მაინც უბრუნებთ. სწორი. კაი. ეგ ძალიან კაი. ბატონო გიორგი, ეხლა ვიცი რომ მძიმე კვირა გქონდა შენ. შენთან დაკავშირებით მითხარი და მე დანებთან დაკავშირებით ვიძახი რაღაც ამბებმა და მოვლენებმა ისე გაიარა რომ მე არ ვარ ინფორმირებული და მოდი ჩვენ მაყურებელთან ერთად მეც მომიყევია, ხო? კაი, მოდი მანამდე ერთს მოვიყვები რა. არ ვიცი, იმედია ცუდად არ გამიგებს, მაგრამ რაც ერი ის ბერიო რა. აი, რო დავდე რომ რა სიკეთე მოიტანა კანონმა რა ახლა. რა გავაკეთო მეტი რა დაგვრჩენია სარკაზმის მეტი რა დაგვრჩენია მიშა ახლა. ქვების სროლას ხო არ დავიწყებ რა და
იცი რამდენმა ლანძღა და მაგინა და მე ფილმს სამას რაღაც სარკაზმს აქ ვერ არის ხოლმე. ანუ ზოგმა რაღაცა დანების ზოგი მემუქრებოდა იტოქში რა გითხრა ცოტა ნერვები მოთეკოთ მეგობრებო რა და ყველაფერს მუძაწეთ რაც პირზე მოგადგებათ. ეგ ის რა სპორტია, რაც მგონია რომ ანუ სად ცხოვრობთ ეგეთ ადგილას, რომ აი არავინ არ მომკითხავი არ ყავთ. რა, ნუ მოკლედ სასიამოვნო არ არის სულ მცირე რა დანარჩენი ხო რა, სარკაზმია უბრალოდ რა და მაგას თუ ვერ ვარჩევთ, ესე იგი პრობლემა გვაქვს. ანუ შენო იმიტომ თქვი ეგო რომ დანები გაყიდო ბევრიო? კი, ეგ თეორიაც იყო, ეგ არ დამიბლოკია, მაგაზე არ დამიბლოკია ახლა. დანარჩენი ახლა ვინც უნდა მაგას გადავიდა. მაგას გავწი, მაგი რამე დასამალია რომ ბევრი დანების გაყიდო რომ გვინდა, ანუ აქამდე. რავი, არც მაგი არ არის ერთხული, მაგრამ ნუ მე გეტყვით, ცლაო რომ კი, ნამდვილად ბევრი დანების გაყიდვა, ამასაც და მეც მინდა, მაგრამ რავი, მაგ თემასთან კავშირი არ არის. სამარცხვინო არ ვიცოდი. აქ თემასთან კავშირი არ არის. მიშა, საბოლოო ჯამში მე მგონია რომ კაი საქმეს ვაკეთებთ, სუმცირე ის რომ ადამიანებს ალბათ რაღაც ჯარიმისაგან ვიხსნით. ხო, არა. ასე მგონია რომ აიცი როგორი რაღაცა ვიდეო თამაშებს თამაშობდი ხოლმე ბავშვობაში. აი ბოლო ტურში რო გადიხარ და რაღაცა გველეშაპი რო ხდება, ხო იცი, აი ესე მგონია რომ მან დავართ რაღაცა პლუს მინუს, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას მივადექით. ნუ მე არ მეგონა ესე მარტივად თუ გადავიდოდით ბოლო ტურში. კი, ერთ რაღაცას კიდე ვიტყვი რა, სანამ შენ საქმეს შეუდგები. აი მართლა ჯარიმისგან მაინც ვიხსნითო რომ იძახით. იმ სხვა ჯგუფებში ისეთ რაღაცებს ვაწყდები ხოლმე, რომ ანუ ადამიანები რო ითხოვენ, რომ მაგალითად ისეთი დანა მინდა, რომელიც არ არის, რა ვთქვა, ცივი იარაღი და ვიღაცა რო ურჩევს, რომ მულტიტული შეგიძლია რაღაც და ამ დროს იქვე ჩვენი ჯგუფიდან მერე ვიღაცა ეთქვის, რომ არა მეგობარო, ეს არ არის, ფაქტია, რომ შედეგი მოვაკამას რა. კაი, მაგაზე იმასაც ვიტყვი, რომ კი ბატონო. ადრეც მithkoms, განა რაღაცა თავს ვიფასებ ან რაღაცა პირიქით ბოდიშს ვიხდი ხოლმე, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა ვიდეოღაცას ვიდეო რო შეხვდება, მიშა და უცებ დგას, მირეკავს და უნდა რომ ეს ყველაფერი აუხსნა, რაზეც მე ამდენი წელია რაღაცას ვაკეთებ. ნუ სულ მცირე, ნუ დრო არ მაქვს ხოლმე სამაგისოთ რა. დანარჩენი ახლა ვინც იმსახურებს, ვეუბნები ხოლმე რომ გადახედეთ ვიდეოებს, ესე მარტივად როგორ აღწნა ეს თემა. რავი, 4 წელია მაგ თემაში ვართ. მივედით ვიქტორინოქსებამდე, მიშა. აი ეს რაღაცა აიკონიკ ნაიფ რო არის და რაღაცა ყველამ რო იცის, მიუხედავად იმისა დანებში არის, არ არის რაღაცა თვითონის ლოგო და ვიქტორინოქსი, ნუ მოსახლეობის დიდ ნაწილს მე მჯერა, ქალიან, კაციან, ბავშვიან აინტერესებს აი ვიქტორინოქსი შეიძლება თუ არა. ხო და ნუ გადავწყვიტე რომ ეგეც მიმეტანა რა. ხო და რაღაცნაირი გულდაწყვეტილი ვარ, მაგაზეც ვისაუბრებ. მე შეხვედრა ისე შევხვდი დღეს, შევხვდი, ვისაუბრე, შევხვდი. ყველაფერი მოყევი, არა, აქ არ მოყვები. აქ არ მოყვები. პროსტა ერთი კითხვა რა იყო, ცი? მაშინ არ დაგავიწყდეს მე რემონტი. მე ხო, უბრალოდ აი იმას ვიტყვი, პროს რა დავაკონკრეტებ. ეს რა არისო? ანუ დაწერილი აღებული მაქვს საბუთი. უბრალოდ წარმოვიდგინე ხმე იმის ადგილზე თავი რა, რომ არ იცის რა არის და რა უნდა დაწერო თან იმას დაწერა, არის შარია, ამას დაწერ შარი არის რა. ხო და კაი, მოკლედ გადავიდეთ ვიქტორინოქსებზე. სხვათა შორის არ ვიცი, იმას გითხარი არა, რომ სტაჟი გვაქვს არა, მე და ბატონი ექსპერტი სტაჟი ვიმატებთ რა. ანუ მე 5 წელი დაიწყება, ალბათ მალე რა, ეხლა აქ რადასკვნაც მოქვს მოტანილი, ეს არის 2024-ში აღებული, მაშინ 14 წლის სტაჟი ქონდა იმ ექსპერტს. ეხლა 16 როგორ ანუ მეგობრებო, ესე იგი, როდესაც დასკვნას ვიღებთ, ქვევით ექსპერტის სახელი გვარიწერება და მისი სტაჟი. ხო, გამოცდილება, რამდენი წელი გამოცდილება. იქ იყო რაღაცა 11 წელი თუ რას და ეხლა აქ უკვე 77 წელი. ესე მატულობს ასაკი რა და აქ ეხლა 14 წლის კვალიფიკაციით ვსაუბრობთ, მიშა. ნუ მოკლედ დატოვებული მქონდა და ერთ-ერთი იყო ვიქტორინოქსი რა და ამ შემთხვევაში აი ვიქტორინოქსზე გვაქვს საუბარი. ბოლო ორთოში მაგარი მაყუთი შეიტანა, ხო ეგ რო ქვია? ცხელ-ცხელზე, კი, ცხელ-ცხელზე. ათი დავაგდებთ ებს, იმიტომ რომ ნუ გველეშაპთან ვართ და ესე რაღაც უნდა ნენელა მოუძებნოთ სისუსტეები. კაი, მოკლედ მეგობრებო, აი ამ ყველანაირად ჩემი აზრით უუნებელზე თვითფრინავში შემყოლია მიშა ხანდახან ვიქტორინოქსები. აი ამ დანაზე არის საუბარი მეგობრებო, რომელიც ნუ ხელშიც ძალიან არაკომფორტული არის, იმდენად თხელი და სლიკინა არის. ნამდვილად. ხო და ეს კონკრეტული დანა არავინ იფიქროს რომ კანონთან რამე შეხება აქვს, ეხლა მე რასაც წავიკითხავ და მაგასაც აგიხსნეთ თუ რატომ არ აქვს შეხება მიშა, შენც მე მგონი თუ არ გინახავს ვიდეო. არა, მე გეცოდინება. ვერ ვნახე. მოკლედ 2024 წლის ექსპერტიზის დასკვნა არის და
არაფერი არ წერია გარდა პარამეტრებისა, დანის პირის გახსნილ მდგომარეობაში გააჩნია მყარი ფიქსაცია, გააჩნია, დანარჩენი პარამეტრები აქვს გასახსნელი, აქვს დანის პირი და всё, მეტი არაფერი არ წერია. ზემოთ აღწერილ დანას კრიმინალისტიკურ კრიტერიუმთა ერთობლიობაში შეფასებით გააჩნია ცივი იარაღისათვის დამახასიათებელი ნიშენ-თვისებათა კომპლექსი. ეს რა პერიოდი არის, მიშა, აი დასკვნებს რო ვიღები, რომ თავისი შინაარსით არ არის დანა და თავისი ბუნებით არ არის დანა და ეგ პერიოდი არის. ახლა აქ თავარი არის ალბათ ყურადსაღები, არ ვიცი გამოჩნდება თუ გინდა, ალბათ თუ გამოჩნდება. აი TRA QPM ეს თუ ჩანს, ამას მიაქციეთ ყურადღება და ეგ სტანდარტია რამე? კი, სტანდარტი და სახელმძღვანელო მეთოდოლოგია. და აი ეს მეთოდოლოგია კიდევ. GACTI 0166. ამ მეთოდოლოგიის მიხედვით არის ეს შეფასებული და ეს კონკრეტული არ იყო ცივი იარაღი. როგორ ეწერა მიშა? ნიშან-თვისებათა კომპლექსით არ არის ცივი იარაღი. კეთილი. გადავიდეთ ახლა მაინც კანონი შეიცვალა, ახლა ხო იცი რა და ეში მაგს არ ძინავს მიშა ხო იცი შენ. ხიზლად არის რა და წავიღე ისევ ეს დანა. და წაგიკითხავთ ახლა ამ დანაზე. აბა. რა წერია? არაფერი არ წერია ისევ. დანის პირისაგან, გასახსნელებისაგან, ფიქსაციაზე წერია. სამხრივ კონსტრუქციული შეღრმება ფიქსაცია. გააჩნია ფიქსაცია. მოკლედ, ყველაფერი იგივე არის და ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ გახდა ცივი იარაღი. გამოსაკლოვი ობიექტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობის 26 წლის 30 იანვრის 38 დადგენილების მიხედვით მიეკუთვნება ცივი იარაღს. გასაგებია, ცივი იარაღს მიეკუთვნება, მაგრამ ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, იმიტომ რომ იგივე სახელმძღვანელო არის, ზუსტად იგივე მეთოდი არის, აი აქაც თუ დააკვირდებით, ანუ არ შეცვლილა, მეთოდი არ შეცვლილა. და იგივე არის აი აქაც GACTL 0166. ჩემი აზრით, ბევრი კითხვა არის ამასთან დაკავშირებით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება კანონი შეიცვალა, მაგრამ ეს არის ურთიერთ გამომრიცხავი დასკვნა, იმიტომ რომ ეს და იგივე მეთოდოლოგიით შეფასებული. არ შეიძლება იყოს სხვა და სხვა. გეტყვი ახლა მიშა ეს რა მეთოდი არის? ეს არის ის მეთოდი ისევ ის 60-იან წლებში რო იყო გამოშვებული, ვთქვათ, ტანსაცმელზე ცივი იარაღის კვალს რო ეძებენ. და შესაბამისად მაგ მეთოდოლოგიით მოდნავ თუ ანუ სხვადასხვა მეთოდებით სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდეს ერთ და იგივე ნიფთი. მაგალითად ცელი, არ ვიცი დღეს ცივი იარაღია, ალბათ ცელი იცი რა შეიძლება თქვა, რომელიც არ არის ცივი იარაღი და რომელიც ჭრის. ბარი დარწმუნებული ხარ? გავარკვევთ მაგას, მოკლედ, მაგრამ აი ესეთი რაღაცა რო წარმოვიდგინოთ, ანუ ეს მეთოდოლოგია იკვლევს დანაშაულის ადგილზე თუ რითი მოხდა დანაშაული, რისი კვალი არის? საბურავის კვალი არის, ვთქვათ, რომ რაღაც ავარია მოხდა და რომელი საბურავი არის, ვთქვათ, მაგნიტური პროტექტორი და ასე შემდეგ. ვთქვათ, ტანსაცმელი არის გახეული, ხო? და ის რო დადგინდეს, ცივი იარაღით მოხდა გახევა, ბლაგვით არის გაგლეჯილი თუ ასე შემდეგ. ანუ ეს და იგივე მეთოდოლოგიით, ერთ და იგივე ნიფთი არის სხვადასხვანაირად შეფასებული რა და ნუ მე სიმართლე გითხრა, ძალიან არ გამიხარდება ამაზე სასამართლოში საუბარი, მაგრამ ჯერ ადრე თუ გვიან იქნება რა და ნუ ჩემთვის არ იქნება ეს სასიამოვნო პროცესი, რომ აი ამაზე ესე ვისაუბროთ თუ რამდენად აბსურდული და კომიკური არის ეს ყველაფერი. ვაჰ, მე უკვე ინტერესი მაქვს მაგ სასამართლოსი რა. შესაბამისად, ბევრი ისე იძახის ხოლმე 4 სანტიმეტრი შეიძლებაო, ჯერ 4 სანტიმეტრიანი დანა მე არ გავაგრძელებ, მაგრამ მეორე მეტრიანი მაინც აიღეთ ხალხო. ანუ 4 სანტიმეტრი მიშა ესეც არ ჯდება 4 სანტიმეტრში რა. მაქსიმალური სიგრძე, პირის მაქსიმალური სიგრძე წერია. იქ არ წერია მჭრელი სიგრძე და არაფერი და პირის მაქსიმალური სიგრძით ხო ეს 5 არა, მაგრამ 4-ზე მეტი არის. შესაბამისად, ნუ აი ამ დანას თუ აი ესე მოატეხავთ დანის პირს, კი მე რა თქმა უნდა შეგიძლიათ აი ამის დარებაც. კეთილი. და გადავიდეთ მეორეზე, მიშა? გადავიდეთ მეორეზე. კაი. ამასობაში მე ვერთობი მეგობრებო აქ პატარა ჭრით და აი აქ ნახეთ რა საინტერესო Giant Mouse-ი A3 ქვია ამ მოდელს მაგნაკატზე, ხო და ძალიან მაგარი დანა არის და შეგიძლიათ მეგალაინში დაათვალიეროთ ეს და პატარა რეკლამა ჩაუთხარე. მიშა შეიძლება ითქვას ძალიან გამამდიდრე მე ჩემი კოლექცია ის, ძვირფასი კოლექცია აქვს, ძალიან გამამდიდრე. ოღონდ მე ვერ წარმომედგინა სიმართლე გითხრა ესეთ დასკვნას სულ ავიღებდი. სიტუაცია არის ჩემი აზრით ესეთი, რა გავშალოთ კარტები. გავშალოთ. მოკლედ, სადაც დავდივარ მე დაწესებულებაში, ბევრს გეცოდინებათ რა დაწესებულებაში დავდივარ ამ თემებზე. იმათი პოზიცია ჩემი აზრით, თუ მე შეიძლება შემისწორონ, იმათი პოზიცია არის, რომ ჩვენო მოკლედო
ყველაფერზე დავწერთო, აწიო, რო არისო, დანარჩენი თქვენ გაირკვიეთო. აჰა, ასე. ყველაფერზე ვიერა. მე შეხვედრიდან ეგეთი დასკვნა გამოვიტანე და აქედანაც რაღაცა მსგავსთან პლუს ჩვენ დავიღალეთ. თქვენ გაირკვიეთო. იმიტომ რომ ესეთი რაღაცა ნუ თუნდაც არ გამიგებენ ალბათ რა ვიცი პატივისცემით, კარგად ვისაუბრეთ, ადამიანად ვისაუბრეთ, დარწმუნებული ვარ, კარგად გავუგებდით ერთმანეთს სხვა ვითარებაში. ვაპირებ მეთქი საზოგადოებრივად წასვლას მეთქი ამ თემით რა და რაღაცნაირი ისე იყო რა რომ ისო ჩვენო კანონის ფარგლებში ვართო. აჰა. ანუ არ ვარ ვღებთო კანონსო და არა მეთქი მაგაზე კითხვა არა მაქვს მე არანაირი, ყველაფერი კარგად არის მეთქი. დანარჩენი ვნახოთ. მოკლედ. შეიძლება გამოდის დარღვევა მაინც. მე ვერ წარმოვიდგენდი მიშა, რომ არ ვიცი რა ჩანაფიქრით ვიყავი. მოდი ესე გავაკეთოთ მიშა. შენი ვარიანტები დაწერე, ეხლა მე როგორც წავიკითხე. დავწერე. მოკლედ, კაი, ჯერ გავაცნოთ მაყურებლებს. არის აი ესეთი ტომატის დანა, მეგობრებო. თომატონა იქვია, რომელსაც აქვს ხერხი და არ აქვს წვეტი, იმიტომ რომ პომიდორებისთვის ეს ძალიან კარგი არის რა. საჭიროა ხელში ასე შემდეგ, ნუ ძალიან პრაქტიკული არის, მეც დამიჭირე პომიდორები ამით. კარაქის და მიშა, ეს არის დანა ალბათ ყველა რო ილანძღება, ხო იცი ქელეხებში და სუფრებზე და არა ჭრის და მოიტანეთ დანა რომელიც ჭრის და არ ვარ გადა. ეს მოდის მეორე იმასთან ერთად ნაბორია რა ეს მენა კარაქის. ეს იმენა კარაქის არის, ხო ისიც არ არის, ისიც არ არის, იმენა კარაქის არის. იმას რაღაცა ვირტუალური ჭრა მაინც ხო ევალება და ამას არ არის რა. აი ეს არის. იმას აქვს ხოლმე ხერხი აქვს ხოლმე პატარა. არა ამაზე არის რაღაცა მომენტი, მაგას ვიტყვი მე. ერთი არის აი ეს ჩემი ბავშვი დანა არის, ბავშვს წაბართვი, მაგრამ ალბათ აღარს დაუბრუნებ, დავიტოვებ. იმიტომ რომ რავი, საშიში ხო რა კოლექციაში დავდებ ამ დანასაც. და ერთი არის აი ეს დანა, ეს არის ის რომელი დანა, თავისი შინაარსით და ბუნებით არ იყო წინაზე რა, ცივი არაყი და ეხლა გაბოროტდა. გაბოროტდა. ამ ცხოვრების დედავატირეო და აიღო თავზე ხელი რა. გაბოროტდა. და ეს არის დანა, რომელსაც ნუ საბუთი მოყვება, რომ 4 წლიდან რეკომენდებული არის ბავშვებისთვის. რომ 4 წლიდან ბავშვებს ვასწავლოთ რაღაცა კიტრის დაჭრა, კარაქის წესმა. ევროპელ ბავშვებს. ევროპელ ბავშვებზე. ჩვენი ბავშვებიო. აი, ჩვენი ბავშვები ამით. ხო და ნუ რაც არ უნდა კომიკური იყოს სიტუაცია, დამიჯერეთ, ნუ ამის ბოლოს მე მიხვდებით ალბათ, მაგრამ ნუ ეგეთი სიტუაციაა, რომ არავინ არაფერი არ იცის კაციშვილმა რა ხდება საერთოდ. მიშა, შენი ვარიანტები მითხარი წეღან და დაასახელე. წეღან დავასახელე, რომ ცივი არაღი არის ეს ორი. ეგ ორი. მიშა, შენ ვერ მოიგე უფასოლესვა. კიდე ერთ ჩანს მოგცე მიშა მაშინ აი პრობლემად მითხარი. აღარ მინდა, ანუ მეტი დაჟე რომს მქონდეს ვერსია. იმდენად მინდა რომ უბრალოდ ანუ არც კი გავაჟღერო. მე რასაც ვფიქრობ ის თუ ეგრეა, რა ვიცი. მართლა გადმოვაწყო მარკების ის ჯობია. მარკების შეგროვება დავიწყოთ ერთად. მოდი მაშინ მე დავიწყებ. ნუ მოკლედ აი ამაზე ძალიან დათრგუნული ვარ მიშა. აი რაღაცნაირად გულის პატარა გაქვს. მაგაზე ვფიქრობ რა, მართლა მაგაზე ვფიქრობ რა, იმენა რა, შვილებს პიცავარი მაგაზე ვფიქრობ რა. აი მე არ შემიძლია. ანუ მეგობრებო, რო იცოდეთ, ესეთი სიტუაცია არის რა, რომ ეს განმეორებითზე, ანუ ვიღაცას რო ქონდეს რაღაცა პირობითი სიტყვაზე, ამის გამო შეიძლება ციხეში შეაბრუნონ, ესე გამოდის რა, მე ესე მესმის. ანუ მოკლედ ჩვენი დღევანდელი დასკვნით ეს ცივი არაღია? წაგიკითხავ მიშა, წაგიკითხავ. სიმართლე გითხრა, კარგად მეც არ წამიკითხია. და ბავშვები მოვარიდეთ ძალიან გთხოვთ იმას რა. ნუ რო მაინც რა პოროტმაინებმა რო არ თქვან რომ სხვა რამეზეა საუბარი, აი აქ ორი დანა, სუფრის დანა და ოლდბეარის დანა. ხოდა წამიკითხეთო შეაბრუნოთ. წაგიკითხავ. არაფერი არ ეწერებას, მიშა რა უნდა ეწეროს. ახო თავად ჩემი აი მარტივად დაჟე რა შეხედე რა ამას ვერ ჭრის ვერა ეგ შენ აი თუ ვერ ჭრის რა ეს გაჭა რა მაგრამ გეტყვი მე მან თქვა გავჩერდებით ჩვენ ეხლა უყურე ეს არ გვინდა შენ გაინტერესებს მაგაზე წაკითხო გაინტერესებს შენ მიშა გამოსაკვლევა წარმოდგენილია წითელი ფერის
პლასტიკის მაგვარი მასალისაგან დამზადებული სახელურის მქონე დანა, რომელიც შედგება დანის პირისა და სახელურისაგან და არის პირის გააჩნია ყვა და აკბილული მჭრელი მხარი ყოფილა მიშა ეგ და დანის პირის დაბუროება რკალისებრი ფორმის არის. ანუ ის აღარ აქვს რომ ბლაგვია. ხვდები რკალისებრი ფორმა გვაქვს. ეს просто რკალისებრი ფორმა გახდა? კი, რკალისებრი ფორმისა. ბლაგვი ნაწიბურით ყოფილა. რა გინდა კარგად არის. დანის პირის სახელურში ჩამაგრებულია ჩასმის წესით. სადნოი მონტაჟი, ანუ მონტაჟი არის. პირის მარცხენა მხარეს გააჩნია წარწერა სვიზა, დანის პარამეტრები, ანუ სიგრძე, სიგანე, რაღაცა, სიფართე ყუის მხრიდან, სისქენ ყუის მხრიდან 0.13, ანუ 1.3 მმ-ზე გვაქვს საუბარი მიშა. შემდეგი კვლევისას დანის პირის კონსტრუქციის სიმტკიცის და დრეკადობის დადგენის მიზნით მოხდა გირაკის, ეს გირაკი დამკვიდრდება ალბათ რა. გირაკის საშუალებით ტარის მჭიდრო დამაგრება და ხელსაწყოს საშუალებით დანის პირის 1 კილოგრამის ოდენობით დატვირთვა. რა დროსაც დანის პირს რაიმე დეფორმაცია არ მიუღია. ანუ 1 კილო დაკიდეს და შენ ვერ გაეგრე მიშა. ხო, გვერდუოთ და ეს მაგაზე ვიტყვი ახლა. მაგრამ ყველა კარტი გავხსნათ. კი ბატონო. გამოსაკლული ობიექტი იარაღის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის არყას დადგენილებით მიეკუთვნებოდა ცივი არახს. ხო და მაგაზე წეღარო გითხარი მიშა, აი იმ დრეკადობაზე, მანახე მოდი ბარემ რა გვაქვს დასამალი, რა ვიცი. არა, რავი, ეხა კი ბატონო, ის ამოვჭრათ. სულმა წამძლია და პატარა რეპლიკა ვთქვი და ამოვჭერით, მაგრამ დაუბრუნდეთ აქ. მოკლედ, რა წესიერი ხალხი ვარ. პატარა ისიც ამოვჭერით. მე ესე მგონია, დრეკადობას რაც შეეხება, ანუ ესეთ სიტუაცია გვაქვს, არ ვიცი მაგას რაიმე გამართლება აქვს თუ არა აქვს, მაგრამ დრეკადობის საზომი დანადგარი არ აქვთ. ჯერჯერობით არ აქვთ. სურათს დაურთავთ ტენდერი არის დღესდღეობით გამოცხადებული. დანარჩენი ამის წინა დასკვნებზე, მიშა, ამის წინა დასკვნებზე, რომ მოვითხოვე მეთქი მეთოდოლოგია, რა მეთოდოლოგიით არის მეთქი. ნუ აღარ გამამჟღავნე საუბარს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ იყო მეთოდოლოგია თან დართული. ზედ არ ეწერა არაფერი და მაქვს მე დასკვნები, რომელსაც აწერია, რომ უბრალოდ დაწერილი არის აი ეს ჰაერზე. და ეხლა ავიღე დასკვნა, სადაც წერია ეს ძველი მეთოდოლოგია. ჩემი აზრით ეს დანადგარი არ აქვს ეხლა და ნუ მიცემდა საშუალო არ ვიცი რა, იფიქრეს რომ მოდი მაინც დავწეროთ რა. კი, მოდი რა, მაგრამ მე მართლა სერიოზულად მგონია, რომ აი მაგალითად საბჭოთა დროს, სადაც რაღაცა ეგეთი რაღაცები განუკითხავ, ეგეთ რამს ვერ გაბედავდნენ. რომ აი თუნდაც ვიღაცის დაკვეთა, ანუ ეგეთ დასკვნებს ვერ დაწერდნენ რა. ჰაერზე ვერ დაწერდნენ რა პროსტა. ნუ მაშინ უნდა წავიდნენ სამსახურიდან. მე თალკე თემა არის ახლა არა. მაგრამ მაგაზეც აი მე ვისაუბროთ, რომ შენ ეგრე ფიქრობ, რომ ანუ რა როგორც რეალობა ის რომ დაწერონ, გალახავენ, ანუ რა დატუქსავენ თუ რას უზავენ. ანუ რეალურად ის ხო არ არის პოლიტიკოსი, არც სამართალდამცავი, ექსპერტია, ხო? კონკრეტული მეთოდოლოგიით რაღაცა უნდა შეაფასოს. ხო ეგრეა? შორს წაგვიყვანს ეს საუბარი. ჩემი აზრით თავი ძირიდან ზემოთამდე მოშლილია რა. მოშლილია და ამან რო რაღაცა გააკეთოს, ამაზე გადატყდება. და ეს არის საშუალება მაგათი, რომ თქვათ ჩვენო თქვენ გაერკვიეთო. ერთმანეთს აჯერებენ, რომ ერთმანეთს აჯერებენ, რომ იმ კვლელობა რომ მოხდა პირობითად რამოდენიმე დღის წინ, აი ეს იმიტომ მოხდა, რომ ეს კანონი რო არ არის თუ არა მგონია. ხომ მიიღეს ეს კანონი? კანონის მიღებიდან მე ვიცი, რომ სამი შემთხვევა მომხდარი, იმით რა ქვია. არა მგონია ამის ამაზე იყოს საერთოდ ამდენი ნაფიქრი რა. არა მგონია. ეს უბრალოდ არის გამოვლენა იმისი, რომ რაღაცა ისე არ მუშაობს, როგორც საჭირო არის, აი ეს ჯაჭვი, ზემოდან ქვემოთამდე. აი აქ უნდა ვთქვა, რომ რაღაც ფორმატით გადაცემათა ციკლი უნდა ის ვქნა, გავაკეთო, ბატონო გიორგი, დანები უცენზუროთ რა. ეგ რას ნიშნავს? აი რას ნიშნავს და რომ მიჭრი ხოლმე რაღაცეებს. მაინც რო ვცდილობთ, რომ წესიერი ხალხი ვიყოთ, თავზე იმენა ხელი უნდა ავიღო რა და უნდა ყველაფერი ვთქვა. კაი. ვილაპარაკოთ ხოლმე რა. ვილაპარაკოთ მაგაზეც. არ არის ნერულობა გამოსავალი, მიშა. გამოსავალი მართლა არის. ხო და ეგ არის სარკაზმით შეხედე მიშა. მოკლედ მეგობრებო, აი ეს კონკრეტული არის ცივი არაყი. მე არ ვიცი დანადგარი რო ჩამოვა ტენდერში თუ მოიგებს, იმიტომ რომ დახარვეს და რამდენიმე ვინც ხებულობდა მონაწილეობას ის დანადგარი როდის იქნება, რომ ეს დრეკადობა გაზომონ. თუმცა ჩვენ გავზომავთ ამას ჩვენი მეთოდებითაც
თუმცა საბოლოო ჯამში იმდენი რაღაცა აბსურდული და კომიკური გვაქვს, საკმარისზე ბევრად მეტი არის იმისათვის, რომ გინდა სასამართლოში, გინდა სადმე, გინდა საუბრის თემაში, იმის მიასედით საკმარისი არის, რომ თქვა, რომ რაღაცა პრობლემა გვაქვს. მაინც შენ რასაც იძახი მაშინ, უნდა ჩამოყვე რა. აი ამ დანის ნაცვლად. ეს ვერ გაუძლებს ერთ კილოს. ამ დანის ნაცვლად რომ მიგვეტანა ეს რაც ლარიოციანები როა, მართლა ძალიან დრეკადები როა ბაზრის. იმაზე შეიძლება რომ შემთხვევაში ეს რაღაცა შუაში არის რა და საზომი რო არა აქვთ. ჩემი აზრით თავი დაიზღვესავით. მაგრამ მე ღრმად მჯერა რომ ეს 1 კილოს ვერ გაუძლებს მაშინ. მაშინ ეს ამაზე რა დაწერეს? არ არის ხო ცივი არ არის ხო დაწერეს ამაზე. მოდი ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი კიდევ. ხალხო მე არ ვიცი ვის რა კომპლექსი აქვს დანის, ვის რა დანაფობია აქვს ჭირს, მაგრამ იცი როგორი შეგრძნება მაქვს მიშა, ისე თამაშზე გავაკეთებ ანალოგიას. ეს რო ცივი არაღი არის, ესე იგი რაღაც არასწორად ვაკეთებთ. და ხო იცი, თამაში რომ უნდა დაარესტარტო ხოლმე. და ახლიდან რო ცადოთ. იმიტომ რომ ეს რო ცივი არაღი არის, ესე იგი პრობლემა გვაქვს. რაღაცა არასწორად გავაკეთეთ. ამაზე თუ ვერ ვთანხმდებით, რომ აი ამის გამო შეიძლება ადამიანი თქვა დაიჭირო, კონფისკაცია გაუკეთო, ესე იგი პრობლემა გვაქვს სერიოზული. რა გინდოდა მიშა რა გაინტერესებდა? ეს ხო ამაზე ხო თქვეს რომ არ არის ცივი არაღი. არა ცივი არაღია. ცივიაო თქვეს? ცივიაო თქვეს ეს? მაშინ კიდე უფრო მესმის რა. ხო, ოღონდ წავიკითხავ. წავიკითხოთ ეგეთ. ეგეთ წავიკითხავ. ესეც ცივი არაღია. მარტივად რომ მინდა რომ მაშინ თქვა რა. ესე იგი პრობლემა გვაქვს რა, პრობლემა გვაქვს. რო კრემავენ ტორტებს ქალები რა. ის უეჭველი ცივი არაღია. არა, რაღაცა არის, მაგრამ ახლა გეტყვი და იცადე. გალესილი. მაგრამ პრობლემა გვაქვს. ხო, ოღონდ დაიცადე წავიკითხო როგორ წერია. ლითონის მაგალითად. აგე. ლითონის მაგვარი მასალის დანის დათვალიერებით გინდება რომ მას გააჩნია სახელური პირი და წარმოადგენს ერთ მთლიან ლითონის კონსტრუქციას. დანის სახელური რელიეფურია. პირის გააჩნია ყუა, ლესილი მხარე და დანის პირის დაბოლოება რკალისებრი ფორმისაა. ბლაგვი ნაწიბურით. აღნიშნული წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ სასადილო ტიპის დანას, რომელსაც კონსტრუქციულად უნდა გააჩნდეს გარკვეულად ბლაგვი ნაწიბური და და ტექნოლოგიურად არ ხასიათდება ლესვის ნიშნებით. ხვდები სად მიდიან? მაგრამ არსებული მდგომარეობით დანის პირზე იკვეთება არა ტექნოლოგიით გათვალისწინებული ხელოვნურად შესრულებული ლესვის ნიშნები დამახასიათებელი კვლევის არსებობით. რამაც ობიექტს შეძინა ბასრი თვისებები. ეს სკანდი იყოს, მაშინ ვეღარ დაინახავდნენ მაგას. სკანდი გერგისა რა ქვია. გალესეო და ცივი აღი გახდაო რა. და ის დავამთავროთ და დანის პარამეტრები წერია მე. პირის მაქსიმალური სიგანე, სიმაღლე. მაგითო გალესე ეს შენ. გეტყვი. უის მხრიდან. შემდგომ და დაიცა კიდე რა წერია. ხო, დრეკადობას ესეც უძლებს. დრეკადობის ტესტი ამას გაიარა და დალში უკვე ჩვეულებრივი ისაა, რომ ცივი არაღი არის ეს კონკრეტული დანაც. მაგითო გავლესე? ბიჭო, მე ვლესავ ხოლმე ესეთ დანებს, მოაქვთ ხოლმე ხალხს, რა ვიცი. შვეიცარიის საელჩოდან მოუტანიათ ხოლმე 1-20 წელი მოუტანიათ, რომ იქ რო სუფრაზეო, ვერჭრითო ვერაფერსო და გაგვილესეო. გეუნები მართლა გეუნები და ხალხიდან ზოგი მოდის ხოლმე რა, უნდა რა, რომ მეუნება რომ მარტო კარაქისთვის არ მინდა რა, რაღაცაც მინდა რა. ცოტა რომ ავაფხიკო რაღაცას. ხო და სიმართლე კი მაღალ გრადუსია გალესილი მიშა, დაბალ გრადუსი არ გამილესია. იცი როგორ გრადუსი არის გალესილი, რომ ესე არ ჭრის მარტივად, მიხვდი? აი მარტივად არ ჭრის. ხო და შენთვის ცული ის რამე ეს? არა, არაფერი. რამე ცული ის, რომ ეს ცივი არაღი არის. უბრალოდ უცბად რა არის, შენ მეუბნები ხოლმე ლოგიკას მოეძებო. მაგრამ გინდა არ გინდა, მე ხვდები იმათ ლოგიკას. იმათ ლოგიკას? იმათი ლოგიკა ეგ არის, რაც შეიძლება ყველაფერზე უნდა დაწერო, რომ ცივი არაღია. რაც შეიძლება. დანარჩენი ამ ორ დანაზე აღარ არის საუბარი, რომ ეს რო თავისი შინაარსით არ იყო და ბუნებით არ იყო მანამდე და ეხლა ცივი არაღი გახდა. მაგალითად არ გვაქვს ხო ჩვენ მენატანი. მაცადე. იცი რა მხელა ასპარეზი ბოქსი მიშა? ხო, არა, გასაგებია. მომისმენე. იცი რა მხელა ასპარეზი მოხდება, სერიოზული სერიალია გადასაღები რა. შენი აზრით ეს დანა თუ ხერხია? იცი რა მხელა ხერხი არის და ხო და იცი რა მხელა ასპარეზი მაქვს მაგ თემაში.
მაგრატლის თემაში გეტყვი მე რა მაქვს მოფიქრებული. მე უბრალოდ ანუ ეს ძალიან მაინტერესებს, ხა იმედია მომიყვები ჩაწერის მე შეხვედრის ამბებს, იმიტომ რომ მართლა უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელი აიღეს მართლა საერთოდ, რომ ჩვენ დავწერთ და კი, მე ეგრეთ დასკვნა მაქვს, რომ ანუ ჩვენ არაფერში ვართ, თქვენ გაირკვიეთ. მე კანონს არ ვარღვევ. შენ გისმევ კითხოს. წინა დასკვნებში, როდესაც რამოდენიმე დანაზე მოგწეს დასკვნა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ არის ცივი იარაღია. კი. კორვიძე და რაცებს. შენ როგორ ფიქრობ, მაგაზე მოხვდათ? დატოქცეს უბრალოდ? არა მგონია, უბრალოდ მგონია, რომ კომუნიკაციის პრობლემა იყო უბრალოდ. ჩემი აზრით. და ანუ გაიპარათ? ხო, კომუნიკაციის პრობლემა იყო. იმიტომ რომ ვიტყვი მაგაზე ჩემს აზრს. მოკლედ, ხელახლა რომ კანონი რომ ახალი მიიღეს, ჩაითვალა რომ ახალი ფურცლიდან ვიწყებთ. მაგაზე ვიკამათებ ახალი ფურცლიდან ვერ ვიწყებთ, იმიტომ რომ ძველი დასკვნებს აქვს ძალა. შეიძლება კანონში აღარ ეждება, მაგრამ ის თვისებები არ შეუცვლია, რომ ეს თავისი შინაარსით არ არის და ის რო თქვათ არ არის, თქვათ რაღაცა ჩხლეტავი არ არის, მაგის თვისებები არ შეცვლილა. თუ სტანდარტები არ გაიწერება და კრიტერიუმები და მაგრამ ჩათვალეს რომ ახალი სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ. ხო და ახალი ფურცლიდან დაწყებულში წინააღმდეგობაში რო არ მოსულიყვნენ შესსს მეთოდოლოგიასთან იქ ეწერა მაგაზე რომ თქვათ ჩამკედის გარეშე არ არის ცივი იარაღი მიხვდები ბატონო და მე მგონია რომ ეს დაჩქარებულზე კომუნიკაციის პრობლემა იყო სხვა ახსნას ვერ ვპოულობ შენ წინა მეთოდოლოგიებით როგორ ფიქრობ აი ეს დანა ცივი იარაღი იყო წინა მეთოდოლოგიებით რაღაცა ეტაპამდე არ იყო ეგენი და მე გახდა ну, მაგის მსხვერპლი იყო შიფტოკი. კი. შიფტოკი მაგის მსხვერპლი იყო. კაი, რაღაცას საუბრობდი, მე მგონი კიდე. აი ამაზე ესა? ხო, ეგ დაგვრჩა რა. ну, ეგ არ არისო. ეს არ არისო. კი ბატონო. რატო არ არის? რატო და ეს რა არისო? ამაზე იყო. ეს რა არისო? ეს რა არისო, ამაზე იყო ეს კითხვა დასმული. ანუ რახან რაღაცაზე რა არისო, ის ავტომატურად არ არისო. ხო რა, რაღაცა ისეთი არ დაიწერესო და არ გამოვიდოსო, თუმცა არაფერი დიდი შეღავათი არ არის მეგობრებო, ისეთ დანებზე არის დაწერილი, მე მგონია რომ აქამდე თუ რაღაცა კატეგორია ეძახდა რომ დანებით სიარული არ შეიძლება, მე მგონია რომ მთელი ერის შევთან ხვდებით რომ რაღაცა პრობლემა გვაქვს. არა, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. მაგალითად კიდე რაზე გვაქვს ისეთი დიდი პრობლემა, არა მომიჭრა ძალიან გთხოვე რა. ოღონდ ისე. არა, რა თქმა უნდა. აი პირობითად რომ შეხედავ ყოველ დღეს საინფორმაციო გამოშვებებს და სოციალურ ქსელებს და მაგალითად აი ხო ქვეყნის მნიშვნელოვან პრობლემებზე რომ ერთხმაში ხო რაღაცეები შუქდება ხოლმე რა. პირობითად რაც ნარკომანიასთან, ნარკოტიკებთან ბრძოლას ხო ერთხმაში რაღაც სერიოზული შედეგები ხო გვაქვს რაღაც მიღწეული. მაგრამ რეალობა, აგერ შენ თვითონ მითხარი, რეალობა როგორი არის? ანუ ხალხი ნაკადი ასე ვთქვათ, შემცირდა ძებნელების? ხო, ქუჩებში რო ეძებენ, შემცირდა, მაინტერესებს. აი, შენ ხო ხარ, მოდი ასე ვთქვათ, გარე მეთვალყურე ამ შემთხვევაში რა. ჩემი გამოსვლებით მე ვთვლი რომ მართლა იმდენად ბევრი, მართლა პრობლემა გვაქვს, რომ აი ამაზე დროსაც არ უნდა ხარჯავდნენ, ბიჭო. არ ხარჯავენ მიშა. უბრალოდ მე მგონია რომ რაც მე საერთოდ არ მიხარია, უბრალოდ გული მტკივა და აი სამხარაულშიც რო ვიყავი დღეს გულის წვეტა მქონდა რა, რომ თქვათ, იმიტომ რომ ჩემთვის მე ვაცნობიერებ, რამდენად საჭირო დაწესებულება არის და რამდენად კაი რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ეს არის, რა ვიცი, გულდასაწყვეტი, როცა რეპუტაცია ესე ელახება ამხელა დაწესებულებას რა, არ ვიცი, რა სახელი დავარქვა ამას. ხო და იგივე არის ყველაფერში მიშა რა, მე მაგ სახელს მე სხვა ახსნას არ უძებნი რა, არ შევდივარ იმ თეორიებში, რაღაცანაირად ეს მოშლილია ჯაჭვი. და საბოლოო ჯამში იქ ზემოთ ის რომ აბა ხალხ ქუჩაში დანებით ხო არ ვივლით, გაუაზრებლად მიღებული რაღაცა ქვემოთ, საყოფაცხოვრებო რიგით დონეზე აისახა ისე რომ აი ეს მის გამო 500 ლარი ჯანიმა არის. ქუჩაში დანებით ხო არ ვივლით, მჯერე გვანდარება. არის ძალიან ისეთი პოპულარული სატელევიზიო ფორმატი რა, თუ YouTube ფორმატი, როდესაც ცნობილ ადამიანებს უღებენ რომ აი თან რა გაქვთ. ჩანთაში რა გაქვთ რა მაგალითად როკსტარებს, რეპსტარებს, საინტელექტუალებს და ერთი ძალიან მთელი მსოფლიო რო იცნობს ისეთ ადამიანზეა. საუბარი
რაღაცა თავისი Rolls-Royce-ით გადმოდის, რაღაცა ძვირფასი ჩანტაში რა გაქვს რა ეკითხებიან რა. ტიპი არის ჯერ არატრადიციული ორიენტაციის, ანუ რაღაცა ძალიან კეთილშობილი, გაღიმებული, ცუცრო არასდროს არ ჩაი. პირველს ჩანთიდან იღებს ტრუდონს, კომბატ ტრუდონს არის. ტრუდონს, ამიტომ მეო პრივიჩკა მაქვს, რომ მეო დღეში 2-3 ვაშლი ან პორტუგალ მე თვითონ უნდა გავფსკვნაო რა. ხო და ანუ მე ჩაუჯექი ბიჭო მაგ გადაცემას. ესე იგი 10 იმას უყურე. 10-დან 7 თუ 8 ანუ აი პირად მოხმარებაში დანა ყველას ქონდა. აი რატო არ ვიაროთ დანებით? ჩემი აზრით რაც კი სამდენი წელი ნაგროვები მაქვს მიშა დასკვნები აი დღეს ამ პასუხით იმათ ძალად დაკარგეს. ანუ ამაზე რომ ცივი არაღის დასკვნა ავიღე, ჩემი აზრით იმას აზრია ყველა მარტივად გაიგებს რომ ესე იგი პრობლემა გვაქვს რაღაცა. აი სასამართლოში რომ ამით მიხვიდე და ხალხო აი ეს ცივი არაღი არის, ნუ იქ დამთავრდება ჩემი აზრით საუბარი და აღარ წავა იქამდე რა არის მჭხლეტა, იმჭრელი თვისება, ჩამკეტი მექანიზმი, ყველა ეგრევე იტყვის რომ რაღაცა პრობლემა გვაქვს და შეუძლებელი არის. ხო და ნუ საბოლოო ჯამში აი ეგრე მგონია რა რომ ბოლო ტურში ვართ. და დანარჩენი კიდე ერთი ფაქტი, აქამდე არ მქონდა დაფიქსირებული ესეთი რაღაცა. ანუ პატრული როდესაც აჩერებს რა სატრანსპორტო საშუალებას ესე ძალიან ისე რომ ვილაპარაკოთ. ჯადრე იყო ხოლმე რომ მიაწვდიდნენ რაღაცა იმას რომ ჩაბერეთ, ალკოჰოლი რა. ეხლა ჯიბეზე უყურებენ. დედას ვისა ვარ ანუ დანაფობია არის. იმენ ესე უყურებენ ჯიბეზე რა. არ ვიცი. დანაფობია. მეტი არაფერი არ ქვია ამას და დანარჩენი მეგობრებო ასპარეზი დიდი არის. წარმოგიდგინეთ რამხელა სფეროში შევაგიჟეთ. აქედან მოკითხვა მინდა გადავწე ბახტრიონზე რამოდენიმე დღის წინ რაღაც მოვდიოდი რა და სალამი ზოგადად რა ვიცი მართლა ძალიან ისე რა სხვა სიტუაციაში ვის გაუგებდით ერთმანეთსო რა როიცა მართლა ძალიან ისეთი კაი ბიჭები იყვნენ მაგრამ როგორ ვთქვი ამ გვერდზე მე და მოვდიოდი ჩვენთან პროექტით რა და არ ვიცი რა ძალიან ახლოს მომიყენა ეს მანქანა და ცოტა ისე აგრესიულად გავიხედე რომ მარტყა უმეთქი რასაკეთებ და სახეში კი არ შემომხედა. ამაზე დამხედა და მე ამხედა და გამომარჯოს მიცნო რა ანუ ხვდები და გამოველაპარაკე რა მართლა ძალიან ესეთი კაი ხალხი აღმოჩნდა რა და აი შევპირდი რომ დანას გაჩუქებ მეთქი რა. ხონდა არა აი მე მგონია რომ აი აქ ერი უნდა გავერთიანდეთ პოლიციაც ხო ნუ ახლა ყველანს და მართლა რა გვაქვს გასაყოფითო და თქვა რომ რაღაცა პრობლემა არის. მიშა მე ვერ წარმოვიდგინე თუ აი ამდენას ოდესმე კოლექციაში დავიდებდი. ანუ ჩემი კოლექცია არის აი ნაექსპერტალი დანების, რომელიც ნუ ნელა იზრდება საბოლოო ჯამში რა და. შენ სვიზას კომპანიაში თუ წარმოიდგენდნენ როგორ ფიქრობ რომ დედამიწის რომელი მივწეროთ რა. გაფიცებ უბრალოდ. ეს იქნება პოლიტიკური სკანდალი შეიძლება შვეიცარია გვიჩივოს მე. იღადავ სერიოზულად ცივი არაღი. ხო ნუ ან პროსტო ინგლისურად გადავიღოთ პატარა ის და ანუ საერთაშორისო რაღაც მედანეების ჯგუფებში დავდოთ რა. ჩვენი გასაჭირო. ხვალე უნდა ავიღო ერთი დასკნა კიდე ბოლო რაც მაქვს დატოვებული და მე გეტყვი თუ გინდა ნენელა ფრეების მიტანას ვაპირებ ნუ ფანტაზია გამეხსნა დღეს ამის მერე ფანტაზია გამეხსნა. შენ წინააღმდეგი ხარ რომ ეს მართლა გავაგებინოთ ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს რომ ეს კონკრეტული დანა ჩვენ ქვეყანაში ცივი არაღია. რავი მაქსიმუმ შევერცხვეთ მეტი რა გავაკეთოთ. და ნუ მიგაჩნია რომ ჯობია ჩუმად ვიყო. მაქსიმუმ შევერცხვეთ. რა უნდა გქო ჩვენი მშველელი არ არის. ხო რამდენი ხანია უყვირით. ეგეც არის კი. ხო და ეგ არის მეგობრებო დანარჩენი ასპარეზი დიდი არის არავინ იფიქროს რომ რაღაცა ამით მთავრდება პირიქით უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს დანარჩენები კიდევ გამეორდები დანების თემაში რეალურად ჩვენთვის რაც არის რა ვისთვის რა შეიცვალა არც არაფერი და იმ ხალხის გასაგონად აგერ მოგმართოთ ვინც მეგობრებო იმაზე ფიქრობთ თქვენ თუ გონიათ რომ ეხა დანების გაყიდვის მიზნით ხდება ეს ყველაფერი მართლა გეუბნებით რომ ეს ვალ ხდებოდეს ბევრად მეტი დანა გაიყიდებოდა ანუ აი ვერცი წარმოგიდგენიათ ეს ხელს თუ გვიშლის თორე დახმარებით ერთ შერ გვეხმარება ი ბატონო
და დანებში არ არის პრობლემა. არ ვიცი, მაგაზეც ბევრი შემიძლია ვისაუბრო, დანებში არ არის პრობლემა. სხვა რამეში არის პრობლემა და ეს არის ფაქტი. მეტი არაფერი. კი ბატონო. მე გავიდეთ ბოლოსკენ მიშა. გავიდეთ კი ბატონო, ბოლოსკენ. თქვენს დაწერეთ თქვენი აზრი. დაწერეთ თქვენი აზრი. ანუ საძებარი არის ნიუთი, რომელიც ცივი არაღი არ არის. ხვდები, ანუ მან დაღმოუშიდით. ერთი კაი ნიუთი მოინტერესებს მეც ერთი მათემატიკასთან. ანუ ქვა რო აიღო და ესე ჩამოვარტყა და გატი, ხო? შეიძლება საკამათო იყოს ცივი არაღი გახდა თუ არ გახდა. არა, აი მეტალის ზურგის საფხანი არის ერთი, რა ცოტა ისეთი ისაა. თუ იცი რა ვიფიქრე კიდე ანუ ეს ხო ძირითადად ჩანგალთან ერთად არის. კი. ხო და რა ვიცი ჩანგალი რა ერთი ანაკლები. მენასივი არაა. მithumedes გამოცდილება გვაქვს ჩანგლით ბევრი ზიანი მეყენებულა. შენ მე მაგალითად მე მაგარი მე თვითონ მაქვს ჩანგალი ცუდად. ჩანგალი ცივი არაღია ჩანგალი. მაგარი ცივი არაღია რა. მოკლედ. გავიდეთ ბოლოს. აძინუდა 4 დირკი ხო? კი. მეგობრებო, პირველ რიგში არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ეს დიდი თხოვნა იქნება. და, რა ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ იქნება ეს ბოლო ვიდეო, ბევრი საინტერესო ამბები მოხდება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექსპერტების და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, რაც შეეხება სხვა თემებს, მომდევნო ვიდეოებში კიდე სხვა საკითხებსაც შევეხებთ. ხო, კიდე ბევრი კითხულობს ხოლმე, როდის იქნება გზაო და რა ვიცი მარტო თუ იქნებით ხო და თუ გავერთიანდებით ბევრი უფრო მალე გაშენდება. კი ბატონო. აბა დროებით ჩემო კარგი. მადლობა.